ბასტი ბუბუს შემქმნელებისაგან Top პროექტი გათენდა ადექით თავდაყირა დადექით ჩვენ შვილებთან ერთად სასარგებლო გართობის დრო მოვიდა ჩვენთან ერთად არიან ყველანი ვინც ბავშვებზე ზრუნავენ და ასეთები არიან უგემრიელესი ვიტამინები ვიტასტარი ავერსისაგან ასევე ქართული ნატურალური ხილისგან დამზადებული მწვენები კულა უგემრიელესი ტკბილეული ტკბილი ქვეყანისგან და ასევე სოფლის ნობათის და ჩუდოს რძის ნაწარმი ეკოლოგიურად სუფთა რძის ნაწარმი არაჩვეულებრივი სათამაშოების ქსელი ცეროდენა. ასევე ბავშვთა კვება. ეს არის ჰუმანა გერმანიიდან ბიოპროდუქტი. და რა თქმა უნდა პროტექსის საპნები და კოლგეითის კბილის პასტები. დღეს ძალზე საინტერესო თემა გვაქვს. ჯანმრთელობა. და ამ თემაზე სასაუბროდ ბასტი ბუბუს ტვინიკოსები მოვიწვიეთ. მანაგეთ. ანანო ლაგილა. თათუ შავიშვილი, ლიზიკო ანთია, ლიზიკო ბუხრაშვილი, ნინი ქავთარაძე, კატო ზანგურაშვილი. აი, ჩიტიკო. უი. როგორი სიურპრიზი მაქვს? მანაგეთ. თიგა ჯამბურია თავის შვილთან ერთად. ის არის? ნინა რახნის არის თიგო? 6 თვის წარმოგიდგენია უკვე გადაღებაზე დადის და თანაც სხვათა შორის არაჩვეულებრივად გამოიყურება. მე მგონი ძალიან ხშირად ავად არ ხდება, ხო ასეა თიგა? არა. იმიტომ რომ კარგი დედი ყავს და კარგი მამი ყავს. ულიან კიდეც ხო უყურებ როგორი არის კაცო? ბავშვი ფერზე არის. თიგა შენ როგორი იყავი ბავშვობაში? ალბათ ხდებოდი ხოლმე, იმიტომ რომ ბავშვი არ არსებობს ავადრო არ გახდეს. ხშირად ხდებოდი უბრალოდ და ძალიან მეშინოდა ნემსის. ნემსის გეშინოდა? თქვენ თუ გეშინიათ ნემსის? მე მეშინია და თუ საჭირო გავიკეთებ. როცა გავიზრდები დიდი მაშინ გავიკეთებ და ეხა არ გავიკეთებ მე ნემსებს. უყურე შენ? სხვათა შორის მე მაქვს თქვენთვის კარგი ამბავი. რა ამბავი? უიმე იმდენი ექიმია მოსული ჩვენთან სტუმრად. ნეტა რა ხდება, არ გაინტერესებს? ძალიან მაინტერესებს. აბა ნახოთ ერთი. მანაგეთ. მიშველი ელენე ექიმო თოჯინა გამიხდა ავად სურდო აქვს ახველებს თელი დღე თვითონაც მიხვდებით ალბათ ნემსის გაგონებაც არ უნდა შეხედეთ სიცხისგან იწვის თქვენი იმედი მაქვს ექიმო ნამდვილად უშველით ვიცი ამ ხელა გოგო ხარ და ნემსის გეშინია? რა უნდა? სტაპ დამორჩა სულ არ არის მტკივნეული დასმათით ქალბატონო თქვენ თუ ნერვიულებს ბავშვი ციტირებს აბა ეს რა საქციელი
ჩხლეტა ჯობია თუ წარე წამლები. ერთი ჩხლეტა ჯობია თუ სიცხე 39. შიში უნდა დაძლიო, დარდი გვერდზე გასწიო, თუ გეტკინა მოიწმინე ცოტა. სიცხე ნემსმა წაიღოს, ერთი ჩხლეტა რა იყო? ამას უკვე აღარ მომჭა. ითამაშეთ ვერც სკოლაში წახვალ ათ პიკნიკზე გაგიშვებენ და ვერც ვაში ჩახვალ ერთი ჩხლეტა ჯობია თუ წარე წამლები ერთი ჩხლეტა ჯობია თუ სიცხე 39. გოგიჩ რა მაინტერესებს იცი ერთი ჩხლეტა ჯობია თუ წარე წამლები ისი მეც მაინტერესებს ბაბლინა ერთი ჩხლეტა ჯობია თუ სიცხე 39. წამლები მე არ მიყვარს არა თიკა შენ როგორ დამოკიდებულებაში ხარ უკვე ჩხუბობთ კონფლიქტია თქვენ შორის წამლების და გამო გერევა აბა მოდი ბავშვებს ვკითხოთ მოდი მათი აზრიც გვაინტერესებს წამალი უნდა გაურია მურაბაში და გემრიელი იქნება ჩემს დედიკას ისეთი წამლები მაქვს რომ ისედაც ტკბილია მე დარწმუნებული ვარ რომ შენს დედიკოს ეს წამლები ავერსი საფთიაკიდან მოაქვს ისეც უნდა ითქვას რომ დაუკითხავად არ შეიძლება ბავშვმა წამალი აიღოს აუცილებლად მშობელმა ან ექიმმა უნდა დაუნიშნოს ბავშვს აი ეს უნდა დავიმახსოვრო სხვათა შორის ერთი კობზი წამალი ძალზედ კარგი რამ არის ასე გვასწავლა მერი პოპიცმა და ექიმებიც ასე გვირჩევენ Saketeb da iski mosatsveni chans Sidneles nughara aridebtas Itode qvela feri gamla tu ar daglepstas Nakhab sfagzas gaikhanisebtas Ozdi jamalits kidlier kargira maris da kargira maris tu Chamom dara chite jiora mis putas recordi khazakete udeshi qavile ta kotne psitse gumagina pens venas kusaholeps erchi kozi damalis kitlier kargira maris da kargira maris tu da
ბრა